გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ეკონომისტი ზაზა ბროლაძე იქნება წერტილის დღევანდელი სტუმარი და მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პრაქტიკული დანიშნულება და გამოყენება აქვს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებს, რომლითაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Fitch, S&P და Moody's-ის სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს აფასებენ. რა ეკონომიკური ნიშნები აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორ ხედავენ საერთაშორისო სააგენტოები საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას და რატომ ვერ ვახერხებთ არასაინვესტიციო რეიტინგიდან ეგრეთ წოდებული საინვესტიციო კატეგორიაში გადასვლას. ამ ავტორიტეტული ორგანიზაციების სარეიტინგო სკალა ორ ძირითად ნაწილად იყოფა: საინვესტიციო ხარისხის რეიტინგი და არასაინვესტიციო ხარისხის ეგრეთ წოდებული ჯანკ კატეგორია. საქართველოს უკვე წლებია, კერძოდ 2019 წლიდან სწორედ ამ მეორე BB კატეგორიაში იმყოფება და საინვესტიციო დონემდე ორი საფეხური გვაკლია. მოკლედ, რომ ვთქვათ, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არის ქვეყნის შეფასება, თუ რამდენად რისკიანია მასში ინვესტირება ამ ქვეყნის რეზიდენტებზე, როგორც მთავრობაზე, ისე კერძო სექტორზე ფულის ესხება. BMG-ის ციფრული არქივი ინახავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ არა პანდემია და ომი დიდი ალბათობით დღეს საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა. აცხადებდა კობა გვინეტაძე. მას მიაჩნდა, რომ ყველა პარამეტრი ქვეყნის სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესებაზე მიუთითებდა, რაც საინვესტიციო დონემდე მხოლოდ ერთ ნაბიჯს აგვიტოვებდა. კობა გვინეტაძის ეს მოლოდინი ჯერჯერობით ვერ გამართლდა, თუმცა სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მოლოდინი ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე მძიმე პროცესების მიუხედავად მთავრობაში დღესაც აქვთ. ეს ოპტიმიზმი ძირითადად ფისკალურ ეკონომიკურ პარამეტრებს ეფუძნება. მაგალითად, ფინანსთა მინისტრს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების იმედი აქვს, რადგან მიაჩნია, რომ სამივე სარეიტინგო სააგენტოს მოდელი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა იმაზე მაღალ რეიტინგს იმსახურებს, ვიდრე ფაქტობრივი შედეგია. Fitch-თან და Moody's-თან მიმართებით ეს მოდელი ორი საფეხურით უფრო მაღალ რეიტინგს აჩვენებს, რომელიც უკვე საინვესტიციო ზონაა, ხოლო S&P-თან მიმართებით ერთი საფეხურით მაღალს. ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ სამივე სარეიტინგო კომპანიასთან, აცხადებდა ლაშა ხუციშვილი წლის დასაწყისში ბანკ ქართუს პოდკასტში, სადაც მან იქვე დასცინა ამ თემაზე საუბრისას, რომ რეიტინგის გაზრდის ძირითად შემაფერხებელ გარემოებად გეოპოლიტიკური რისკები რჩებოდა. არის სწორედ რეიტინგის გაუმჯობესების მთავარი ბარიერი მხოლოდ გეოპოლიტიკა და რა წონა აქვს ამ პროცესში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კრიზისებს, ასევე რა გავლენას ახდენს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივაზე, ინვესტიციებსა და გრძელვადიან რეიტინგებზე. ამ თემებზე ეკონომისტ ზაზა ბროლაძესთან ერთად ვისაუბრებთ რამდენიმე წუთში, თუმცა ვიდრე უშუალოდ ინტერვიუზე გადავალთ, მოკლედ გეტყვით, რომ მიმდინარე კვირაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს შეფასება განაახლა. ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BA2-ზე და დონეზე დატოვა, თუმცა პერსპექტივა, რომელიც შარშან ნეგატიურამდე გაგვიუარესა, ამჯერად სტაბილურზე გააუმჯობესა. Moody's მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკები კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება, თუმცა მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე სააგენტო ადრე პროგნოზირებდა. სააგენტოს შეფასებითვე საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც შიდა პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციას, ისე ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების იმაზე უკეთეს შედეგებს, ვიდრე ამჟამად არის ნავარაუდები. სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5 ზუსტად 4.9%-ით გაიზრდება, ხოლო 2027-ში ზრდა 5.9% იქნება. მთავრობის ვალი კი სავარაუდოდ კიდევ უფრო შემცირდება და მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-იან ნიშნულს დაუახლოვდება. ამასთან Moody's-ის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ თუ ქვეყანაში ინსტიტუტებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა დასუსტდება, ეს უარყოფითად აისახება მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე, რაც შესაბამისად საკრედიტო რეიტინგსაც დააზიანებს. განსაკუთრებით საინტერესოა სააგენტოს ანგარიშის ის აქცენტი, რომელიც აღწერს რა გავლენას ახდენს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება საქართველოს ეკონომიკაზე. Moody's-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა და ევროინტეგრაციის შეფერხება სერიოზული რისკია, ძლიერი ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ვალის კლება და ეფექტიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის საკრედიტო პროფილს ამ ეტაპზე მკვეთრად არ აზიანებს.
სტაბილური პერსპექტივა ეფუძნება შეფასებას, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებისა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე იმაზე ნაკლებად ამოსაოდნელი, ვიდრე ჩვენი წინა შეფასების დროს ვარაუდობდით, წერს მუდისი. ანუ მუდისის შეფასებით ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება მიჩნეულია მნიშვნელოვან ეკონომიკურ რისკად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ირაკლი კობახიძის ცნობილ მტკიცებას, თითქოს ევროინტეგრაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი არ არსებობს. არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობსო. რატომ არის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება მცდარი? ამ საკითხზეც მოვისმენთ დღეს ეკონომისტ ზაზა ბროლაძის განმარტებას მარტივად, არგუმენტირებულად და კონკრეტული ციფრების თუ რიცხვების მოშველიებით. ის უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტობისას ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოდით პირველ რიგში მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს მარტივად ავხსნათ სუვერენული საკრედიტო რეიტინგების პრაქტიკული მხარე. რა გამოყენება აქვს რეიტინგებს ზოგადად და როცა ქვეყანა წლებია ვერ გადადის საინვესტიციო კატეგორიაში გეოპოლიტიკური თუ შიდა პოლიტიკური რისკების გამოწვევების გამო, როგორ აისახება ეს მოქალაქის ჯიბეზე, ბიზნესზე, ქვეყანაზე, რომელსაც სჭირდება ასევე ფინანსური რესურსები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. ეს სამი დიდი საკრედიტო სააგენტო, S&P, Fitch და Moody, რომელზეც იქნება ძირითადად დღეს საუბარი, იმიტომ რომ ბოლოს მან გამოუქვეყნა ჩვენზე დასკვნა. ძალიან მარტივ რაღაცას აკეთებს, პრინციპში ის აფასებს, რამდენად გადახდის უნარიანია სახელმწიფო თუ კომპანია, ან ბანკი. და ამას აკეთებს დაახლოებით, როგორც სკოლაში იყო, თქვათ, რაღაცა ნიშნების ჟურნალი, დაახლოებით ესეთი ჟურნალი აქვს და აფასებს სხვადასხვა სახელმწიფოს, ყავს თავისი, თქვათ, ხუთოსნები, ათოსნები, თქვათ, ეხლა 10 ბალიანი სისტემით და თქვათ, როგორც თქვენ თქვით, იყოფა ძირითადად ორ ნაწილად. ის ქვეყნები, რომლებიც შედიან საინვესტიციო კატეგორიაში და ქვემოთ არის ეგრეთ წოდებული სპეკულაციური ჯანქ, თქვათ, საფეხური, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოებია, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოების განვითარების მიხედვით არის, მაგალითად, ყველაზე ათოსნები არიან ისეთი სახელმწიფოები, როგორც გერმანია, შვეიცარია, ნორვეგია. თუ კი ამ სახელმწიფოს უნდა ობლიგაციის გამოშვება, მაგალითად, ანუ ვალისაღება, არც ერთი ინვესტორი წამით არ დაფიქსდება იმ თანხას დაიბრუნებს თუ არა, ხო? მათ გარანტირებულად იციან, რომ ეს რეიტინგი მაგის დამადასტურებელია, სამივე სააგენტო უმაღლეს თქვათ შეფასებას აძლევს და მათი თანხა არ დაიკარგება, მათი ინვესტიცია არ დაიკარგება. შემდეგი საფეხური ძალიან მაღალი ხარისხი ქვია, ასევე ესეთი ქვეყნები როგორც სამხრეთ კორეა, ბელგია, საფრანგეთი, ესტონეთი, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომლებიც ასევე ძალიან სტაბილურობით და მაღალ გადამხდელ უნარიანი სახელმწიფოები, ასე ვთქვათ. შემდეგი არის მაღალი ხარისხი, აქაც ვთქვათ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, სლოვაკეთი, სლოვენია. ამ ქვეყნებთანაც არ არის პრობლემა თანხის ინვესტიციების დაბრუნების. შემდეგი არის საინვესტიციო კლასის ბოლო საფეხური, სადაც იმყოფება ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, მაგალითად, რომელიც წინა 2025-ში შეუერთდა. ასევე არის ბულგარეთი, რუმინეთი, ანუ ევროკავშირის სახელმწიფოებიც არის, ოღონდ ნაკლებ განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები. და აქედან იწყება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სპეკულაციური, ეგრეთ წოდებული ჯანქი საფეხური, სადაც ვართ ჩვენ, კი მაგალითად არის კიდე სომხეთი, თურქეთი, ანუ ეს სამოსნების კატეგორიაა, თქვა. ჩვენ ვართ სამოსანი სახელმწიფო, არ მივეკუთვნებით იმ სახელმწიფოებს, სადაც თქვათ ინვესტორები ყველანაირი დიდი გათვლების გარეშე ჩადებენ თანხას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგალითად ზოგიერთ სახელმწიფოს კანონით აქვს საკრძალული, რომ შეიძინონ აი ასეთი ტიპის სახელმწიფოების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. ისინი ვერ შეიძენენ მაგალითად ჩვენი საპენსიო ფონდის აქციებს, თქვათ, ან სხვა ევროობლიგაციები, რომელიც ჩვენ გამოვეცით და ასე შემდეგ.
ამის ქვემოთ უფრო ვთქვათ ოროსნები და უფრო ესეთი სახელმწიფოებია, რომელთაც სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გააჩნიათ. სულ ქვედა ვთქვათ მაღალი რისკის და ძალიან მაღალი რისკის ქვემოთ არის დეფოლტთან ახლო სახელმწიფოები. სამწუხაროდ მან ამჟამად იმყოფება უკრაინა, იქ მიმდინარე საომარი ვითარებების გამო და ამიტომ აი ესეთი ქვეყნები ამის ქვემოთ არის კიდე დეფოლტში მყოფი სახელმწიფოები. თუმცა ახლოს ვართ, უკვე რამდენიმე წელია ვამბობთ საინვესტიციო კატეგორიასთან, მაგრამ ვერ გადავედით ამ ჯგუფში. მე გავიხსენე ფინანსთა მინისტრის წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადება, რომ იმ მოდელებით, რითაც ითვლის სარეიტინგო სააგენტოების სამეული რა ქულას და რა ნიშანს იმსახურებს ქვეყანა, ჩვენ უკვე ვიმსახურებთ, რომ უფრო წინ ვიყოთ და ამისთვის ვემუშავებით კიდეც სააგენტოებსო. ეთანხმებით მინისტრის ამ მოსაზრებას და ყველაზე მთავარი მხოლოდ საგარეო ფაქტორები, ეს გეოპოლიტიკური შოკი არის მიზეზი, რატომაც რჩებით ეგრეთ წოდებულ ჯანგ კატეგორიაში და ერთ კითხვას აქვე დავამატებ, რა პერსპექტივა აქვს დღევანდელ საქართველოს, რომ რაღაცნაირად გაძვრეს შეფთեք საფეხურზე. ხო, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ სამოსნები, ძალიან ბევრი ფაქტორის გამო არის. ჯერ ჩვენ სულ ამ კატეგორიაში ვიყავით ფაქტიურად, თავიდან რომ დაიწყო შეფასება 2004-2005 წელს უფრო ქვემოთ მაღალი რისკის სახელმწიფოებში ვიყავით, შემდეგ ავედით, შემდეგ ვთქვათ ლიგაში და სტაბილურად ვართ. შიგნით არის სამი საფეხური და 2017-ში თუ არ ვწდები, გადაიყვანა მუდი, ვთქვათ BA3-დან BA2-ში. ეხლაც იმ კატეგორიაში ვართ და ის ფაქტი, რომ ჩვენ რამე ეჭვი შევიტანოთ ამ სააგენტოების, ვთქვათ, მიუკერძოებლობაში, არ ვფიქრობ, რომ მართალია, იმიტომ სამი სააგენტოა, ხო? იმედია, რომ მათაც რაღაცა deep state-ს არ მიაწერენ ამ სააგენტოებს და ისინი ძალიან ესე ცივსისხლიანად სტატისტიკური გაანგარიშებებით ახდენენ ვთქვათ, ქვეყნების მიკუთვნება სხვადასხვა საფეხურებზე. ასეთივე ლოგიკით, მაშინ მეც შემიძლია ვთქვა, რომ წინა შეფასება იგივე მუდის 2025 წლის მარტში თუ არ ვწდები, ჰქონდა იგივე საფეხურზე ვიყავით, ოღონდ ჩვენი პერსპექტივა იყო, ვთქვათ, რაღაცა ნეგატიური, ხო? და მაშინ არგუმენტი იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ვთქვათ, კანონის მიღება, რუსული კანონის ევროინტეგრაციის შეფერხება. დღეისათვის ეს იგივე პრობლემები გაგვაჩნია, ხო? არანაირი წინსვლა პროგრესი მაგ მიმართულებით არ გვაქვს. მაშინ რატო გვაქვს ეს კითხვები მინდოდა თქვენთვის დამესვა და მაქვს კიდეც ჩემი კითხვების ჩამონათვალში, ხომ, აი როგორ შეიძლება წავიკითხოთ და აიხსნას მუდისის გადაწყვეტილება შარშან მარტში, ზუსტად ორი მთავარი მიზეზი იყო, რუსული კანონი და ევროინტეგრაციის შეფერხება, რატომაც პერსპექტივა მოლოდინები სტაბილური და ნეგატიურამდე შეგვიცვალეს. ახლა პირიქით დაგვაბრუნეს ამ სტაბილურ პერსპექტივაში. რას ნიშნავს სააგენტოს ეს გადაწყვეტილება? არის თუ არა დამსახურება ისევ იმის, რომ ხშირად ზურგის ქარის მიზეზით თუ საგარეო ფაქტორებს დავარქმევთ ამას, ეკონომიკა აღმოჩნდა იმაზე ოჩაღი, ვიდრე მოლოდინები იყო თუნდაც შარშან გაზაფხულზე. კი ბატონო, ალბათ მაგისი პასუხი იქნება ფინანსთა მინისტრის კითხვაზეც, რატომ არა ვართ უფრო ზემოთ, ან ჩვენ ვფიქრობთ, რატომ ვართ, ვთქვათ, პროგნოზი რატო გვაქვს სტაბილური, ხო? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ორგანიზაციები, როგორც ვთქვით, ძალიან ესეთ სტატიკურად სურათს უღებენ ეკონომიკას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ესე აკეთებენ ძალიან ესეთ ცივსისხლიან შეფასებებს. იქ ის ფაქტი, რომ ვთქვათ, ჩვენთან იგივე დემოკრატიული პროცესების მხრივ უკუსვლა არის, ეს დააბალანსა, დასკვნაშიც უწერიათ, ეს დააბალანსა, ვთქვათ, წარმატებულმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა. ამაზე სავარაუდოდ ვისაუბრებთ, ვთქვათ, რატომ არის ეს პარამეტრები წარმატებული, რატომ მიიჩნევა და რატომ არის, ვთქვათ, ესეთი ზრდა, თუმცა ფაქტია, მათ ეს შეაფასეს, ვთქვათ, იგივე შიდა მოხმარების ზრდა, ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე პერსპექტივა, რომ ჩვენ მივიღებთ, ვთქვათ, გადაზიდვებიდან უფრო მეტ შემოსავლებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მათ აწონდაწონეს და მიიჩნიეს, რომ ჩვენი პერსპექტივა უფრო სტაბილურია, ვიდრე, ვთქვათ, ერთი წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დემოკრატიული
თქვათ პროგრესი ამ ქვეყანაში არ შეინიშნება, პირიქით სამწუხაროდ სულ უფრო და უფრო ხდება დაცემენტება ამ ავტორიტარიზმის. მაშინ გავაგრძელოთ ეს ნაწილი ზუსტად მაკროეკონომიკური სიმყარე, ფისკალური დისციპლინა, როგორც Moody's-ის ისე სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებაში ეს ის ნაწილია, სადაც კარგ ნიშანს იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ბოლო პერიოდში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, ხომ? ეკონომისტები ხშირად ამბობთ, მათ შორის თქვენც, რომ ეკონომიკას დღეს საგარეო დადებითი შოკები ამუშავებს, სატრანზიტო ვაჭრობა და ასე შემდეგ. რამდენად, ასე ვთქვათ, მდგრადია მაშინ ეს იმუნიტეტი გრძელვადიან პერსპექტივაში? თუ Moody's-ი როდესაც აფასებს კონკრეტულ პერიოდში, როდესაც მოდის შესაბამისი დრო, ის მართლა უყურებს, აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი და იმ პარამეტრებში რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ცივსისხლიანი ახსენეთ. ხო, ნუ ასეთი მიდგომა აქვთ მათ აფასებენ თქვათ ეკონომიკურ მონაცემებს. თვითონ ეს ზრდა, თქვათ, რაც ნომინალური ზრდა და თქვათ მაღალი ზრდა, რაზეც სხვათა შორის თქვენ თავიდან აღნიშნეთ კობახიძეც აპელირებდა. ნამდვილად გვაქვს ჩვენ ესეთი დიდი ნომინალური ზრდა, მაგრამ თუ ჩავხედავთ თქვათ ჩავეძიებით თქვათ, ხო, ჩავეკითხებით ამ ციფრებს და შევხედავთ, ის სურათი გვაქვს, რომ ადრე მახსოვს შევარდნაძის დროს ხდებოდა ჩათვლებით ბიუჯეტის შესრულება. ქაღალდზე ხდებოდა ბიუჯეტის შესრულება. დაახლოებით ასეთი სიტუაცია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით. რა მაქვს მხედველობაში? ექსპორტის ციფრებს თუ გადავხედავთ, თქვათ, შემოდის იმპორტით ნავთობპროდუქტი, ხო? რომელსაც სახელს უცვლით და გაგვაქვს სხვა ქვეყნებში. ამ შემთხვევაში იზრდება ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი. ფლექსი პეტროლიუმს გულისხმობთ ალბათ, რამდენიმე დღის წინ ქონდათ განცხადება, უკვე წარმოებასაც ვიწყებთ, მათ შორის ავიაციას აწვავისო, ბიტუმისო და სექტემბრიდან რუსულ ნედლეულზეც ვამბობთ სრულად უარსო. ნახოთ, თუ ამ კომპანიამ იმუშავა, ეს უნდა ჩავთვალოთ. ადგილობრივი წარმოება და ალბათ და გამოჩნდება მათ შორის ამუშავო ადგილების და მასშტაბით. მაგრამ საუბარი აქ იმაზეა, რომ აქამდე ეს ხდებოდა ფაქტიურად გაბერვა ამ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის, იმიტომ რომ არანაირი დიდი დამატებითი ღირებულება აქ არ რჩებოდა, ხო? თქვათ იგივე მანქანების რეექსპორტი, რაც ექსპორტის დაახლოებით მეოთხედზე მეტია, შეიძლება მესამედიც იყო ერთი პერიოდი, ის მომსახურება და ის სერვისი არის მიზერი მთლიანი მოცულობასთან შედარებით, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითონ რუსულ კომპანიებს აქვთ აქ ახსნილი პროფილაქტიკები და თავიანთ ვთქვათ ქვეყნებში გასაგზავნ, ქვეყანაში გასაგზავნ მანქანებს თვითონ უკეთებენ მომსახურებას და ძალიან ეჭვმეპარება რომ გადასახადებს იხდიდნენ კეთილსინდისიერად. ეს მთელი ეს პროცესი, ვთქვათ, მანქანების იმპორტი, შემდეგ მისი რეექსპორტზე გატანა ზრდის ნომინალურ შიდა პროდუქტს, მაგრამ ეს არ გახლავთ, არ აისახება თითოეული ადამიანის, ვთქვათ, ჯიბეზე, ხო, როგორც მათ უყვართ საუბარი, ეს არ აისახება, ვთქვათ, ინკლუზიურ ზრდაში არ გადადის და ეს ჩვეულებრივი რაღაცა ინფილტრაცია ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის მახსოვს ნახარშის ეფექტს შეადარეთ თქვენ რიგი სექტორები, სადაც ეს ვითარება არის. ეს ნაწილი რომ ამოვწუროთ, რამდენად გრჩება, თან ხომ არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს ოცნებისთვის მთავარია ვიყოთ ბედნიერი რიცხვების ეკონომიკა და არა ბედნიერი მოქალაქეების, სადაც იმ ეკონომიკურ დოვლაც, რაც ოფიციალურ სტატისტიკაში ჩანს, აისახება მოსახლეობის უმრავლესობაზე. და ასევე ხედავთ თუ არა გარკვეულ რისკებს, რომ თუ ეს საგარეო ფაქტორები მიილევა სრულად, თუ ომი დამთავრდა, თუ ეს ომი გამოგვადგა ზრდაში, დიდი რისკია, რომ ომის დამთავრებაც ნეგატიურად აისახოს და ეს უპირატესობა, მათ შორის სატრანზიტო ვაჭრობა დავკარგოთ. ამ რისკებს ხედავს თუ არა მთავრობა? თუ ამჩნევთ, ბოლო რამ 1-2 დღის წინ მიიღეს ახალი საგადასახადო შეღავათი
რატომაც გამიჩნდა ეს კითხვა, რომელიც შეეხება აზარტულ თამაშებს, ოღონდ უცხოელები თუ აქ ითამაშებენ და ეს კომპანიები თუ აქ გადმოვლენ და რაღაცნაირად ICT სექტორს გავს, მათ ისინი ბევრად ნაკლებ გადასახადს გადაეხდიან, ვიდრე ისინი, ვინც სადაც სხვები ახლა თამაშობენ. და ესეც ხო ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს, ქაღალდზე ისევ და ისევ. მსგავსი ცვლილებები ამ ბოლო დროს რაღაც კონკრეტულ კომპანიაზე გათვლილია ხოლმე, ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ ზოგადად მთავრობაში თუ კი რამე მუშაობს, ეს არის პროპაგანდა, ისინი სერიოზულ დონეზე აქვთ აყვანილი, სავარაუდოდ ძალიან დიდ თანხებს იხდიან ამაში ამ კონსულტანტებში, რომლებიც ამ მიმართულებებს აძლევენ და ძალიან ნოყიერი ნიადაგია ვთქვათ ის მონაცემები, სტატისტიკური მონაცემები, რაც რეალურად არის, ხო, ვთქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და მოდი და ახლა თითოეულ ადამიანს აუხსენი რატომ არის და ის რომ მასზე არ მოქმედებს მისი ოჯახის ბიუჯეტზე და მის მაცივარში ეს არ აისახება, ცოტა რთული გასაგებია და პირიქით ამას მთავრობა ძალიან ეფექტიანად იყენებს თავისი პროპაგანდისათვის, რომ აი ადარებს ვთქვათ ევროპულ ქვეყნებს და ჩვენ რა გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება აიძახის კობახიძე, როცა მათზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რა გვინდა ხო, საერთოდ მაგათთან პირიქით აქეთ ვასწავლით რაღაცებს, ესეთ რაღაცებს საუბრობენ და თუ ჩვენ გამოვრიცხავთ, ხო, შეიძლება ეკონომისტებმა მოდელირება გავაკეთოთ, გამოვრიცხავთ იმ გარე ფაქტორებს და გადავხედავთ კიდევ რეტროსპექტიულად ჩვენს ეკონომიკურ ზრდას, ავიღოთ 2013-დან 2019 წლამდე პერიოდი, ანუ 2000 შემდეგი წლიდან დაიწყო თქვა პანდემია, მერე ამას მოყვა დაცემა, მერე საბაზო ვთქვათ, ეფექტიდან გამომდინარე დაიწყო ზრდა, მერე უკრაინის ომი წამოეშველა ამათ და ასე შემდეგ. აი ამ 2013-დან 2019 წლის ჩათვლით საშუალო ზრდა, ნომინალური GDP ზრდა იყო რეალური, უბრალოდ რეალური GDP ზრდა იყო 4.7%, სადღაც 5%-მდე. ეს გახლავთ, მე თუ მკითხავთ რეალურად რისი გაქაჩვაც შეუძლია ეკონომიკას დღეს, მაქსიმუმ საშუალოდ 5% გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ისიც საუკეთესო შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც ასეთი მათ არ გააჩნია თქვათ ის ეკონომიკური გუნდი, რომლებიც შეიმუშავებენ სერიოზულ ეკონომიკურ პოლიტიკას. ისინი რაღაც მიმდინარე გადაწყვეტილებებს იღებენ, ad-hoc გადაწყვეტილებებს. რაღაცა გამოჩნდა, მოდი ეს გავაკეთოთ, რაღაცა ახლა თავისუფლეს თქვათ თქვენ რო ბრძანეთ ხო, რაღაც აზარტული თამაშები აქ ადგილობრივ კლიენტებს არ შეეხება მოთამაშეები, რაღაც საოცარ რაღაცებს იგონებენ, ნუ ყოველთვის ეჭვი იგეპარება, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის მაქინაციებს აკეთებენ ხოლმე. პორტრეტი იცქირება კონკრეტული ინიციატივის. ხო, მაგრამ ფაქტია, რომ არანაირი კომპლექსური მიდგომა, არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა მათ არ აქვთ და ძალიან გაუჭირდებათ რომ ქონეთ, იმიტომ რომ ის კვალიფიციური ვთქვათ, სპეციალისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები იქ აღარ მუშაობენ მთავრობაში და არც აქვს სურვილი რომ იქ იმუშაონ. მათი უმრავლესობა არის ძალიან არაკვალიფიციური და ფიზიკურად ვთქვათ, რომც დაიქირავონ ვთქვათ კონსულტანტები და რაღაცა და სტრატეგია დაუწერონ, ის განმახორციელებელი ხალხიც არ ყავთ. ამიტომ მე დიდი მოლოდინები და დიდი ილუზიები მათ ეკონომიკურ პოლიტიკის ვთქვათ განხორციელებაზე სამწუხაროდ არ გამაჩნია. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩვენ გვინდა ნორმალური მთავრობა და არა ის რომ სულ სამოსანი ქვეყანა ვიყოთ. სამოსანი ქვეყანა იმიტომ ვართ რომ ყავს ოროსანი მთავრობა. ისინი დაწყებული განათლების მინისტრიდან დამთავრებული პრეზიდენტიდან არიან ოროსნები და გაუნათლებლები. ეგ არის მთელი თავი. მთავრობას გამოსდის ის რომ ეკონომიკაში ყოველ შემთხვევაში და რიცხვებში და ოფიციალურ სტატისტიკაში დღეს არ გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს ცუდი ვითარება, აგერ მუდისმაც თქვა, რომ უფრო უარესველოდით, მაგრამ არ აღმოჩნდა ეს და ამას ხელი შეუწყო ზუსტად მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა, ფისკალურმა დისციპლინამ და ამიტომ გაგეუმჯობესეთ პერსპექტივაო. მაგრამ მთავარ რისკად მაინც ხედავთ და რჩება, კობახიძე ახსენეთ თქვენ, ის კი ვერ ხედავს პირდაპირ კორელაციას ეკონომიკურ განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის, მაგრამ ფაქტია, ამ გზაზე შეფერხებას რისკად მიიჩნევს სარეიტინგო სააგენტო Moody's. რატომ არის კობახიძის განცხადება მცდარი, ძალიან მარტივად მინდა ავუხსნათ მოქალაქეებს, თქვენ საინტერესო ბლოგების სერია გაქვთ, მაგრამ ამ ფორმატშიც კარგი იქნება განმარტოთ კიდევ ერთხელ. კი ბატონო, მან რამოდენიმე ესეთი დიდი ტყუილი თქვა და ასე ვთქვათ, ეს
ეკონომიკურ ანალიზამდე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დიდი ტყუილის ტექნიკის ერთ-ერთი ესეთი გამოხატულება. ეს ხშირად იყენებენ პროპაგანდისტული ვთქვათ, ძირითადად სპეცსამსახურები ძალიან კარგად ამუშავებენ ამ მიმართულებებს. ითვლიან ისეთ ტყუილს, რომ ადამიანს ეჭვი შეეპაროს, აი როგორ შეიძლება ვთქვათ პრემიერ-მინისტრი კაცია და ესეთ ტყუილს როგორ იტყვის. გინდა არ გინდა, ახლა ჩვეულებრივი ობიუატელი დაიჯერებს, ხო, ვთქვათ იმას, რომ ჩვენთან ეკონომიკა, ნომინალური ეკონომიკა 20-ჯერ გაიზარდა, ვთქვა და 20-ჯერ საიდან გაიზარდა, როგორ დაითვალა, იმიტომ რომ თუ ნომინალურ GDP-ს ზრდას ავიღებთ, ეს გახლავთ სადღაც 9-ჯერ არის გაზრდილი, ხო, ვთქვათ 2013-დან 2025 წლამდე, სულთა ციფრები თუ ავიღებთ, ეს 20 საიდან მოიტანა საერთოდ, მაგრამ როგორც წესი, ახლა არ იყენებენ, ვთქვათ, ნომინალურ მთლიან შედარება პროდუქტის ზრდას იმისათვის, რომ რეალური სურათი აისახოს. იქ ან მუდმივ ფასებში უნდა დავითვალოთ, ვთქვათ, დოლარში GDP-ს ზრდა, ნომინალური GDP-ს ზრდაც მხოლოდ 7-8-ჯერ გაიზარდა, მაგრამ სრული ობიექტურობისათვის ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის მსყიდველ უნარიანობა, ეგრეთ წოდებული GDP ერთსულ მოსახლეზე PPP პრინციპით. ამ პრინციპით თუ დავითვლით, სადღაც 3.5-ჯერ არის გაზრდილი, ვთქვათ, 2013-დან 2025 წლამდე. ხო, 20-ჯერ არანაირად არ არის. ნუ კიდე თქვა, რომ არანაირი კორელაცია არ არსებობს, ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანებასა და იგივე ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის. ნუ ეს იმხელა ტყუილია, რომ აი მაგას დიდი ეკონომისტობა და სტატისტიკოსობა არ უნდა, მაგრამ მაინც დავითვალე რაღაცნაირად ჩემი თავი ვაიძულე და რამოდენიმე მეთოდით დავითვალე კორელაციის კოეფიციენტი და იგივე ამ GDP ერთსულ მოსახლეზე PPP მეთოდით თუ დავითვლით, აღმოჩნდება, რომ კორელაცია არის +0.89, რაც ნიშნავს მარტივად რომ აუხსნა ეს კორელაციის კოეფიციენტი არის -1-დან +1-მდე. +0.89 ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სერიოზული კორელაციაა ევროკავშირში გაწევრიანებასა და ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შორის. ან როგორ არ უნდა იყოს, ხო, სანამ გაწევრიანდება ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირში, ძალიან დიდი დახმარებები არის, ვთქვათ, გრანტები, კრედიტები მომზადებაში, ხო. შემდეგ გაწევრიანების შემდეგ უამრავი მექანიზმია დახმარების, როგორც სუბსიდიები, ასევე სხვა მიმართულებით არაფინანსური არამონეტარული ფაქტორები, რაც განსაზღვრავს ქვეყნის, ვთქვათ, კეთილდღეობას. იგივე ჩვენ რო საუბრობდით სააგენტოების რეიტინგებზე, ხო? ნებისმიერი სახელმწიფო რო ავიღოთ ევროკავშირის წევრებიდან, თუნდაც ბოლო ის 10 სახელმწიფო, რომელიც 2004 წლის შემდეგ გაწევრიანდა, გაცილებით მაღალ საინვესტიციო საფეხურზე დგას, ვიდრე საქართველო. ნებისმიერ აი ბულგარეთი და რუმინეთიც რო ავიღოთ, ჩვენზე 3-4 საფეხურით მაღლაა. ეგ იმიტომ, რომ იქ გაწევრიანება ფაქტიურად ავტომატურად რამოდენიმე საფეხურს გიმატებს, იმიტომ რომ ინვესტორებს ემატებათ ნდობა. ის მან იცის, რომ შენ ხარ ინტეგრირებული მთლიან ევროსივრცეში, ჰარმონიზებულია შენი კანონმდებლობა, რაც მთავარია ქვეყანაში არსებობს სასამართლო და თუ რაიმე პრობლემა შეექმნა ინვესტორს სწავლა და სამართალს იპოვის და ასე შემდეგ. ანუ იმ სივრცეში ყოფნაც, ხო, საკმაოდ რთულია, რა თქმა უნდა, ვიცით, მაგრამ ყველანაირად ზრდის და ეს კორელაცია არის უზარმაზარი. მე მგონია, რომ ამ კორელაციას მოქალაქეებიც კარგად ხედავენ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ალბათ საქართველოში ისეთი ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ იმყოფება ემიგრაციაში ევროპაში და მე მგონია, რომ ყველაფერი იცის და ერთია რას ამბობს პრემიერი და მეორეა რა არის სიმართლე. ზაზა, რომ შევაჯამოთ ჩვენ ინტერვიუ ძალიან მოკლედ, ისე საკრედიტო რეიტინგით რამდენად გააქვთ იმის მოლოდინი, როგორც ეკონომისტს, რომ მუდისის ბოლო შეფასებიდან რომ ამოვიდეთ, რადგან გასაგებია, რომ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს არ ზომავს მუდისი, მაგრამ იმ სურათს, რომელსაც ის ცისისხლიანად უღებს ეკონომიკას და თუ ასე გაგრძელდა ისევ საგარეო ფაქტორები და ასე შემდეგ ეკონომიკა, ფისკალური მდგომარეობა იქნა ჯანსაღი, რაღაცნაირად ქვეყანა წინ წაიწიოს არა მარტო პერსპექტივის, არამედ საინვესტიციო
რეიტინგის თვალსაზრისით და მთავრობასაც მიეცეს ახალი სათქმელი. სატრაბახო, რომ აი ხედავთ, კი ვერ წავედით ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ მათ დაგჩაგრეს, მაგრამ აი ეკონომიკაში ასეთი ყოჩაღები ვართ და არ ვიშლის ეს ხალხი. იცით, ჩვენ იმდენ შესაძლებლობებს უშვებთ ხელიდან, რომ აი ეს ეკონომიკური, თქვათ, პერსპექტივები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. იგივე ვთქვათ, ეს ბოლო უდიდესი პერსპექტივა ჰორმუზის სრუტის კრიზისის სახით, ჩვენ რო გქონდეს ვთქვათ გამართული ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტი, ვთქვათ, ძალიან დიდი პერსპექტივები ექნება ეკონომიკურად როგორც რეგიონს, მთლიანად საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონს. ამიტომ უამრავი ვთქვათ შესაძლებლობას უშვებთ იგივე ევროინტეგრაციაზე უარის თქმით და მე ვერ ხედავ ისეთ ეკონომიკურ გეოპოლიტიკურ გარე ფაქტორებს, რომლებიც გააგრძელებს ჩვენი ეკონომიკის დაბუსტვას და რაღაც ესეთ ზრდას. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს, ვთქვათ, ესეთ სიტუაცია. წერტილი რას დავუსვათ ქვეყანაში? წერტილი დავსვათ, რომ, რა ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიმართლებს რაღაცეებში, ყველაფერს თავის საზღვარი აქვს და რაღაც კარმა არსებობს და ამიტომ იმ კარმას რაღაცნაირად უნდა გაუფრთხილდეთ და რაღაცნაირად ჩვენს ეკონომიკურ მომავალს და ჩვენს პერსპექტივებს უნდა გაუფრთხილდეთ, არ უნდა გაუშვათ ხელიდან, თორემ მე აღარ კიდე იქნება ეს კარმა ესეთი კეთილი, როგორც აქამდე იყო. მადლობა ზაზამ საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს პასუხობდა ეკონომისტი ზაზა ბროლაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.